მაგრამ ჩვენი ქვეყანა ამას მხოლოდ კი არ აღნიშნავს, არამედ აანალიზებს და შესაბამის დასკვნებს აკეთებს. წინა ბრიფინგზე უკვე გითხარით, რომ მრავალი საავადმყოფო და გადაუდებელი დახმარების პუნქტი განადგურდა. ამერიკულ-ისრაელური აგრესიის დროს ასევე მრავალი დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების გამო, ირანმა რუსულ მხარეს მედიკამენტების სასწრაფოდ მიწოდება სთხოვა. მაშინვე დავეხმარეთ მეზობლებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით. 12 მარტს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სატრანსპორტო თვითმფრინავმა Il-76-მა ლენქორანის აეროპორტში ირანის საზღვართან ჩაიტანა მოთხოვნილი ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია 13 ტონაზე მეტი მედიკამენტი. თვირთი დაუყოვნებლივ გადაეცა ირანის უფლებამამოსილ წარმომადგენლებს და სახმელეთო გზით ირანში გაიგზავნა. მადლობას ვუხდით აზერბაიჯანს დახმარებისთვის. ჩვენ ყოველთვის ოპერატიულად ვპასუხობთ თეირანის მსგავს თხოვნებს. ასე იყო 19 წლის აპრილშიც, როდესაც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს ძლიერი წყალდიდობა დაატყდა თავს. ასევე იყო 23 წლის თებერვალში, დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ და 24 წლის მაისშიც. პრეზიდენტ რაისის ვერტმფრენის ავარიის ადგილზე სამძებრო სამაშველო ოპერაციისას. ასევე იყო 25 წლის აპრილში, ქალაქ ბანდარ-აბასის პორტში ტექნობენური ხანძრის ჩაქრობისას. ჩვენ კვლავაც დავეხმარებით მეგობარ ირანელ ხალხს, რომელიც ასეთ საშინელ განსაცდელს უმკლავდება. სიტუაციის გაუარესება თუ კი ამ ტრაგედიას ჯერ კიდევ შეიძლება ასე ეწოდოს, კიდევ ერთი ტრაგედიაა. ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურის რეგიონში, ამას დამატებითი უარყოფითი შედეგებიც აქვს. პირველ რიგში ეს არის ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებელი რეგიონი. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ენერგორესურსების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებლები და მომწოდებლები არიან. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მიხედვით, სპარსეთის ყურის ქვეყნები მსოფლიოში ნავთობის მე-13 და 40%-ს გაზის აწვდიან. ჰორმუზის სრუტით გადის ნავთობის მე-5 და თხევადი ბუნებრივი გაზის 30%-ზე მეტი ექსპორტი. ამ რესურსებისა და მარშრუტების კონცენტრაცია მსოფლიო ბაზარს ძალიან მოწყვლად ხდის. რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის ფონზე ეს პირდაპირ და მნიშვნელოვნად ემუქრება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ნახეთ, რამდენად ხშირად საუბრობდნენ და კვლავაც საუბრობენ ამაზე. და ეხლა დადგა ჭეშმარიტების მომენტი. ეს ეგრეთ წოდებული დასავლელი ანალიტიკოსები სად არიან? ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ნავთობისა და გაზის ბაზრები, რბილად რომ ვთქვათ, არეულობაში ჩააგდო და მსოფლიო ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა. დასავლური საინვესტიციო კომპანიების კვლევების მიხედვით, მომხმარებლები ყოველდღიურად მათ ვეღარ იღებენ. 15 მილიონი ბარელი ნავთობი და 4,5 მილიონი ბარელი ნავთობპროდუქტი. გლობალური თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების უკვე დაახლოებით 20% ამოღებულია ბაზრიდან. არსებული შეფასებებით გლობალური თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი დღეში 219,000 ტონით შემცირდა, რაც მსოფლიო ყოველდღიური მეთანის მოხმარების დაახლოებით მე-5-ია. სპეციალისტების თქმით, წლიურად შესაძლოა დაახლოებით 80 მილიონი ტონის დეფიციტი წარმოიშვას, ხოლო მიწოდების 30 დღით შემცირების შემთხვევაში ნავთობის ფასი წლის ბოლომდე დასტაბილურდება 76 ამერიკულ დოლარზე. შეფასებები განსხვავებულია, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია 76 დოლარი ბარელზე. თუ მიწოდება 2 თვით შემცირდება, ფასი შეიძლება ბარელზე 93 დოლარამდე გაიზარდოს. თუ კონფლიქტი გაგრძელდა, ფასი 150 დოლარს შეიძლება გადააჭარბოს. ასევე არიან ვინც ბარელზე 200 დოლარს ასახელებს, რაც ნავთობის ფასის 10 დოლარით ზრდას ნიშნავს, ამიტომაც ეს რიცხვები მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება გამოიწვიოს და ეს ნამდვილად, ესე ვთქვათ, ყველას ეხება და შეეხება. მსოფლიო MSP-ის პროცენტული პუნქტის მიათედით შემცირებას, ხოლო ნავთობის ფასი 125 დოლარამდე ბარელზე ევროპულ ეკონომიკებში რეცესიას გამოიწვევს. ამგვარად, ახლო აღმოსავლეთში ომის გლობალურ ეკონომიკაზე გავლენა დამოკიდებულია კონფლიქტის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. გლობალურმა ენერგეტიკულმა ბაზრებმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტზე მყისიერად რეაგირება მოახდინეს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკადის გამო. პირველ ორ კვირაში ბრენტის ნავთობი მკვეთრად მერქეობდა და 9 მარტს ბარელი თითქმის 120 დოლარს მიუახლოვდა.
ისახლა $100-ზე მაღლა. 17 მარტს ბარელი $104 ან ცოტა მეტი ღირდა. ბაზრები ყოველთვის რეაგირებდნენ ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურობაზე. საკმარისია გავიხსენოთ თავად 2008 წლის 4 ივლისი, როდესაც ბრენტის ნავთობის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს $143 და 95 ცენტს მიაღწია ბარელზე. სამხედრო მოქმედებების პირველ დღეებში გაზის აპრილის ფიუჩერსების ფასი ევროპულ ბირჟებზე თითქმის 25%-ით გაიზარდა. ფასი ისევ ძალზე და არასტაბილურია და მერყეობს $600-დან $700 1000 კუბურ მეტრზე. ნახოთ როგორ იმოქმედა ამან სადაზღვევო კომპანიებზე. სადაზღვევო კომპანიებმა რამდენჯერმე გაზარდეს რისკის საფასური და დააწესეს ახალი დამატებითი გადასახადები განსაკუთრებულ გარემოებებში. სპარსეთის ყურეში გემის საშუალო სატვირთო გადასახადი ამ წლის 27 თებერვალთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა. გემის ტიპის მიხედვით ეს თანხა დღეში $200-500 შეადგენს. შეგიძლია წარმოიდგინო. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 32-მა ქვეყანამ სტრატეგიული მარაგებიდან 400 მილიონი ბარელი ნავთობის გამოშვება გადაწყვიტა ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, იდუას სურს მარაგებიდან 172 მილიონი ბარელი ნავთობის ამოღება. თუმცა შეფასებებით, ეს ეგრეთ წოდებული ახალი ნავთობი 20-25 დღით იქნება საკმარისი. ტრანსპორტის შეჩერება ჰორმუზის სრუტეში. გამარჯობა მარია ვლადიმიროვნა და ანა პუგოჩკოვა, ალმაიუნი. ჩვენი კითხვა. საფრანგეთის კანცლერმა ჟან ნოელ ბარხოტემ განაცხადა, რომ რუსეთი უფრო იზოლირებულია ბახარას დაცემის, სეზე მარიოს მიერ მადუროს დაჭერისა და ირანის უმაღლესი ლიდერის აიათოლა ალი სამენის მკვლელობის შემდეგ. და მოითხოვა რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერება. როგორ დააკომენტარებდით ამ პოზიციას? ჩემი აზრით, ჯობია ვაშინგტონში საკუთარ გაურკვეველ პოლიტიკურ მომავალზე ინერვიულოს. მით უმეტეს, რომ იქიდან ახლახან არაერთი ოფიციალური განცხადება გაკეთდა მაკრონის მომავალზე. არ ვიცი, რას ამბობენ მაკრონის გუნდის საგარეო საქმეთა მინისტრზე. ფიქრობ, მისი ყურადღება სწორედ ამაზე უნდა იყოს კონცენტრირებული და ამას დაუთმოს მთავარი ყურადღება. ბოლო დროს ხშირად ვისმენ სისულელეებს სანცუხაროდ. იცი რას გულისხმობ? არ ვიცი ეს რაც მან თქვა შეცდომა იყო თუ შეგნებული ფრაზა იმაზე რომ რუსეთი აქ არის. ნიკოლას ადურასთან დაკავშირებით სიტუაცია ესეთია. ეტოლა კამინის მკვლელობა საბაბად გამოიყენეს რომ რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ. სინამდვილეში არ ვიცი. ანუ კიდევ ერთხელ მკვლელობად მიიჩნევს. ეტოლა კამინი ამას პოზიტიურად ხედავს, როგორც ამბობს, ეს ანტირუსული კოალიციისთვის კარგია. პარკი, ესა. ალბათ ეს გულწრფელი აღიარება. შენ რას ფიქრობ? ასეთ სიტუაციებში ჩვენ საუბრობთ უკანონო ქმედებებზე, ვითხოვდი სრულიად პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებებზე და პოლიტიკური ინიციატივების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის მორალის ფუნდამენტურ ნორმებს. ეს ყველაფერი თუ ეს არ არის შეცდომა ან კონტექსტიდან ამოღებული ციტატა, აშკარად წარმოადგენს მტკიცებულებას და აჩვენებს პარიზის მაკრონის ადმინისტრაციის ნამდვილ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის, მსოფლიოსა და ირანის მიმართ. საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო თანამეგობრობის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიმართაც. აშკარად ხედავ, როგორც ცდილობს პარიზი კიდევ ერთხელ ბალანსის დაცვას. თითქოს, ესე ვთქვათ, პირდაპირ არ ერთვება ამერიკულ-ისრაელურ აგრესიაში და გარკვეულწილად ცდილობს დისტანცირებას. მაგრამ ასეთი განცხადებები, როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა, თვითმამხილებელია. კიდევ ერთი საინტერესო საკითხია, როგორ მიუხედავად მათი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებისა, მათ ამავე დროს რამდენიმე დღის სხვაობით უკვე განაცხადეს, რომ ჩვენთან რაიმე სახის კონტაქტის დამყარება სურთ.
მაპატიეთ, მაგრამ გონია იქ რაღაცას ურევენ. თუ ისინი დაბნეულები არიან, სხვაებიც არ დააბნიონ. თქვენი შეკითხვის დახმარებით, მსურს მათი ყურადღება ამ საკითხზე მივაფხრო, რათა დაანსაზღვრონ თავიანთი პოზიცია, თუ უკვე გადაწყვიტეს. ეს საფრანგეთის მიმართ ოფიციალური მიდგომაა. მაშ, რა ტიპის კონტაქტზე ჩვენს ქვეყანასთან, ასეთი როგორც თავად ამბობენ, ნარატივებით შეიძლება საუბარი.